დილიდან შარდენი, რკინისა და ბამბის რიგი ყვავილებით არის მორთული მიზეზი ყვავილების ფესტივალია, რომელიც დღეს გაიხსნა. დამთვალიერებელს საშუალება აქვს ფესტივალზე წარმოდგენილი მცენარეები შეიძინოს. არჩევანი საკმაოდ დიდია. წელს პირველად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს აგრარული უნივერსიტეტი. წლის განმავლობაში ტარდება რეგულარულად, თუმცა სიახლეები გვაქვს ის, რომ წელს პირველად 2 დღიანია. 200-მდე კერძო პირი და კერძო მებაღე და კერძო კომპანია მონაწილეობს. ასევე სიახლე გვაქვს ის, რომ წელს პირველად მონაწილეობენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, წარმოდგენილ ლაბორატორიას, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს თავის შეძენილი მცენარე ან თავიანთი მცენარე მოვიდნენ ლაბორატორიაში შეამოწმოს. წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ მინდვრის ყვავილები, ვაკეთებს თაიგულებს, ბავშვებს არც შეუულებრივად უხდებათ ეს თაიგულები და საერთოდ ახალგაზრდებსაც. ხალხი ძალიან აქტიურობს, ძალიან კმაყოფილები არიან და ყველას მოუწოდეთ რომ მოვიდნენ. ძალიან მოგწონს ეს ფესტივალი, ძალიან გვიხარია რომ ასეთი ფესტივალი დგება. ფასები არის ძალიან მისაღები და ძალიან იაფი, ასეთი იაფი ყვავილები მე არასოდეს არსად არ მინახია და ძალიან კარგია რომ ხშირად გაიმართოს ასეთი ფესტივალი.